პირველ რიგში სამ გამოძიებისთან დაკავშირებით შეეკითხეთ, მინდა გთხოვოთ შეფასება კიდევ ერთხელ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად და ქონდა თუ არა გარკვეულწილად ადგილი პროვოცირების ცდელობა თუ იყო იგივე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მიდიოდნენ დაუშვათ პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად, როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს. კი ბატონო, რა მოხდა რეალურად 8 თებერვალს. მე პირადად, ჩემი განმოსახედიდან ასე სჩანდა ეს, რომ მე მივდიოდი პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად, სადაც დაპატიჟებული ვიყავი. გზა გადაგვიღობეს ადამიანებმა, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ვიღაც მოქალაქეს არ აქვს უფლება მოისმინოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში. არანაირი პროვოკაცია მე იქ არ შემიჩნევია. სიმართლე არ შეიძლება რამე გამომჩა, მაგრამ მე არ შემიჩნევია არანაირი პროვოკაცია, უბრალოდ ადამიანები ჩემთან ერთად, ადამიანთა დიდი ჯგუფი აპირებდა პრეზიდენტის მოსმენას. ჩემი აზრით, არავის არ აქვს უფლება შეუზღუდოს სხვა მოქალაქეებს იმის უფლება, რომ მოусმინოს პრეზიდენტს, მივიდეს მასთან შეხვედრაზე და გადაადგილდეს იქ, სადაც უნდა. თუ ეს რა თქმა უნდა, მის პირადი საკუთრება არ არის და იქ არ ამგონია, ვინმეს პირადი საკუთრება ყოფილიყო იმ ხალხიდან, ვინც იქ იდგა. ასე მინდა გამოვიხმაურო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის რა თქვავს, რომ თითქოს იქ რაღაც უსაფრთხოების კორიდორები არსებობდა. არანაირი კორიდორი იქ არ არსებობდა, ქუჩა გადავსებული იყო იმ ბრბოთი, რომელმაც მერე ჩხუბი ატეხა, თავს დაესხა რიგ დეპუტატებს და მათ შორის მეც. არანაირი აი საერთოდ ხმაც კი არ მომიღია, როცა ვიღაც ადამიანი მოვიდა ჩემთან, მკითხა რომ შეეხარ ნასარიძეო და გადმოვიდა შეტევაზე. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ პროვოკაციაზე საუბარი ზედმეტია, ტყუილი ხელისუფლების მხრიდან, რომ იქ რაღაც უსაფრთხოების ნორმები იყო დაცული სახეზეა და უკვე შეფასება, რა თქმა უნდა, უკვე მაყურებლისთვის მიმინდვია ფაქტის. რამდენად რაც შეეხება გამოძიებას, როგორ მიგაჩნიათ ამ დღეების განმავლობაში რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს გამოძიება იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, რაც გაშუქდა მედიის ყველა საშუალებაში? კი ბატონო, ობიექტურობას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე შემაშფოთებელი ჩემის აზრით იყო ის, რომ კადრში აშკარად ჩანს ბატონი მელორ ვაჩრაძე, როგორ ესხვის თავს პოლიციელს. ამის და მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მისთვის სასამართლოში შეიტანა მოთხოვნა, რომ იგი გაეთავისუფლებინათ მხოლოდ 100 ლარიანი ჯარიმით. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, იქიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ზრუნავს თავისი თანამშრომლების პრესტიჟზე. ეს ძალიან ცუდია. ობიექტურობას, რა თქმა უნდა, თავი უნდა დავანებოთ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ დეპუტატების, პოლიციელების და უბრალოდ მოქალაქეების ცემაში, თავდასხმაში და ხულიგნობაში, გაათავისუფლეს ყისიერად 100 ლარიანი ჯარიმით. არ ვიცი, ხა ადამიანი პირადად მე ვინც დამესხა თავს იმას რას უზამენ. ანუ შეგახსენეთ, რომ ეს იყო გელა მამალაძე, რომელიც მე დამარტყა შიორა თაქთაქიშვილს და სერგო რატიას, ეს თვითონ რასაც ყვება. არ ვიცი, სასამართლო მე მგონი დღეს უნდა იყოს წინასწარი აღკვეთი ღორიზება რომ შეუფარდონ და შემდეგ რას გამოიტანა განაჩენს ნახოთ. არა, რა თქმა უნდა, არა. დაკითხვაზე დაიბარის ის ადამიანები, მათ შორის თქვენც, რომლებიც ფიგურირებდნენ ამ საქმეში და მე მაინტერესებს მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს, რომ პროვოკაციის მცდელობა იყო თქვენი მხრიდან. ხომ არ ფიქრობთ და ხომ არ ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა დაგეკისროთ თქვენს, მათ შორის ქალაქის მერს, რომელიც დაბარებული არის დაკითხვაზე, თუმცა გამორიცხული უკვე აღარაფერი არ არის, რადგან მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის არაერთგზის განცხადებისა, რომ პოლიცია აპოლიტიკური გახდა, პირიქით ასეთი პოლიტიზირებული შინაგან საქმეთა მინისტრი მეგონი საქართველოს ჯენერალ-ყოლია, ეს აკეთებს პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს, ის ამბობს ყოფს იმ აქციაში მონაწილეებს თავის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ეს მის განცხადებაში იყო, მათ თქვა, რომ ჩვენი მომხრეები მოდიოდნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებს დახვდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის პირდაპირ ამბობს, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია წინასწარ ყოველგვარი გამოძიების გარეშე, რაც შეასრულა გიგი უგულავამო. აქედან გამომდინარე, მე არაფერს არ გამოურიცხავ, მათ შორის ბრალი წაგვიყენოთ ჩვენ იქ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ჩვენს გზაზე მივდიოდით. კი ბატონო. როდესაც თბილისის მერი მივიდა აქციაზე, და დაინახა, რომ იქ ხალხი იყო, ანუ ყველაფერზე წამსვლელი,
როგორ შეაფასებდით მის ქმედებას დადგით შოუ ამის ძახილში, ანუ რას ელოდა იგი ამ ძახილის მერე? რას ელოდა იგი არ ვიცი ბებეს. როდესაც თქვენ დაინახეთ, რომ ვერ კონტროლდებოდა სიტუაცია და არ იყო მოგიყვებით მაშინ როგორ მოხდა ჩემი გადმოსახედი და ეს ყველაფერი. დადგით შოუ ნამდვილად არ მგონია რომ მერი ელოდა რომ მას თავს დაესხმებოდა და ცემდნენ და ამიტომ კი არა მესმის ხო და ამის შემდეგ არ ელოდა რომ ალბათ მას თავს დაესხმებოდნენ და ცემდნენ და ვიღაცები დაარტყამდნენ ხო მე ასე წარმოვიდგენე თუმცა მის ეხო პირად გზნობებში ნამდვილად არ ვიცი როგორ არის და რანაირად ის რას ფიქრობდა ამ დროს მაგრამ ასე მგონია მეორეც იქ როცა დავინახეთ რომ სიტუაცია უმართავი ხდებოდა ჩვენი კოლონა უკან დაიხია და წავიდა ეს რამდენიმე წუთში მოხდა როცა უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვაწყობდით ვერ შევდიოდით დანიშნულების ადგილას უკან გაბრუნდნენ ადამიანები უბრალოდ მე რატოღაც შემურჩი კედელთან იქეთ მხარეს და ალყაში აღმოჩნდი ქაურების და იქიდან გამომდინარე დავემართა ისას დავემართა მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა რომ იქ არავის პროვოკაციაზე არ მიდიოდა იქ თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ როგორც კი ყველა შეამჩნია ერთდროულად ყველა უკან გაბრუნდა და ჩაბრუნდა იქ ძველი სამების ეკლესიასთან სადაც წესით იქ მაინც არ უნდა მოსულიყო თუმცა ჩხუბი ქვემოთაც გაგრძელდა ქვემოთ ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე იქაც მიდიოდა ეს ადამიანები იქ უკვე რაღაც აკეთებდნენ არ ვიცი მაგრამ იქაც გრძელდებოდა შეხლა შემოხლა და ჩხუბი და დევნა ადამიანებს კორიდორი მეორე მხრიდან და მოსულიყავით იქიდან. რატომ არ მოხდა თქვენი შემოსვლა იქით ამ მხრიდან, საიდანაც იყო კორიდორი? გეტყვით პირდაპირ რომ მე ვიყავი პირველად, მე არ ვიცოდი ამ კორიდორის შესახებ, მე პირადად. გიგაბოკერიას თუ ქონდა დავალებული რომ ყველასთვის ეცნობებინა რომ კორიდორი სადღაციდან არის, არ ვიცი ამის შესახებ არაფერი. მე არ ვიცოდი ქაშვეთის მხრიდან ცადე მისვლა, სადაც პატრულის წარმომადგენლობა გვითხრეს რომ აქ გზა გადაკეტილია და შესვლა არ შეიძლება. და იძულებული გავხდით მეორე მხრიდან, ანუ ფურცელაძის მხრიდან შევსულიყავით შემდეგ. ეს იყო რეალობა, რაც იქ დაგხვდა, აქედან გამომდინარე, ვერანაირი კორიდორი, ერთადერთი რაც ვნახე იყო კორდონი პატრულის, რომელიც არ უშვებდა ხალხს იქეთ და მეორე მხრიდან იყო ხალხი. ეს კორიდორიც რომ ყოფილიყო და თქვა გაუგებრობა იყო რაღაც, ხო, პატრულმა უბრალოდ არ გაგვიშვა რაღაც გაუგებრობის გამო, თვითონ ბიბლიოთეკის შესასვლელ კართან იდგა ხალხი აგრესიულად განწყობილი, ძალიან ბევრი ნასვამი და თვალი, ძალიან ბევრი რაღაც შეძახილები და გინებით, რომლებიც შიგნით კარში არ შეგიშვებდნენ. სულ ერთი აი კარამდე კორიდორი იყო თუ არ იყო კორიდორი. პრეზიდენტს ასეთი არ მიეცა, მაინც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლის საშუალება, მან განცხადებები გააკეთა საკუთარ რეზიდენციაში. შემდეგ პრეზიდენტის განცხადებას გუშინ თვარცები მოყვა პრემიერ-მინისტრის განცხადებას. თქვენ აი იმ დაძაბულობის ფონზე როგორ წარმოგიდგენთ დღეს არის დანიშნული შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, როგორ წარმოგიდგენიათ სიტუაციის განმუხტვა და ყოველ შემთხვევაში ეს საუბარი უნდა დაიწყოს. მე პრეზიდენტის ინიციატივა რომ მიიწვია სასაუბროთ ადამიანები მოწინააღმდეგ ამ შემთხვევაში ბანაკიდან ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და ეს საუბარი თუ დაიწყება შანსი აქვს სიტუაციას რომ განიმუხტოს და სიტუაცია რომ დამუხტულია ეს უკვე ნათლად გამოჩნდა 8 თებერვალს მანამდე ჩანდა მაგრამ 8 თებერვალს ამას შემაშფოთებელი სახები იყო მე პირადად მგონია რომ ეს თლიანი აქცია დაგეგმილი იყო ახალი ხელისუფლების მიერ თავიდან ბოლომდე და სწორედ მის მიერ იყო მოწყობილი ეს პროვოკაცია არა ეს იყო პირდაპირ თავდასხმა ადამიანებზე რომლებიც უბრალოდ მიდიოდნენ თავის გზაზე ასე რომ ვთქვათ გარდა მამალაძისა იმ სხვა პირების პასუხისმგებლობაში მიცემა. ალბათ არა, მაგაზე არ მიფიქრია სიმართლე გითხრათ. ნუ იქ შეხლა შემოხლა იყო ძალიან რთული გასარკვევები, ის ურტყამდა და ასე შემდეგ. თუმცა იყვნენ გამოკვეთილი ადამიანები. მე მაგალითად ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ მე არ მომისმენია, მაგრამ მეგობარმა მომიყვა, რომ მეძებდნენ ვიღაცეები, ნასარიძე სად არის, რატო არ გაილახა ჯერო. ანუ ეს დაგეგმილის ფორმა ქონდა ამ ყველაფერს და მეორე კიდევ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი ის იყო, უკვე მეორე მეგობარმა მომიყვა, როგორ შეესწრო, არ ვიცი, მამალაძე იყო თუ სხვა ვინმე, როგორ უყვებოდა პოლიციელს, საპატრულო პოლიციის და წარმომადგენელს შემი ცების ფაქტს და ისიც გაღიმებული როგორ უსმენდა, რომ აი ნახეთ რა კარგი რაღაც მოხდაო. აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს ცხადყო ხელისუფლების წარმომადგენლების შემდგომმა კომენტარებმაც. დიახ.
ხო, იმედი მაქვს მეორედ აღარ მიპირებენ ცებას და უკვე გავიარე ეს. აი, არ ვიცი, ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელი ფენომენი არის ეს. Facebook-ზე არის ესეთი ჯგუფი გააკეთეს, ძველი ხელისუფლების 50 წარმომადგენელი, რომელიც აუცილებლად უნდა გაილახოს თუ რაღაც. მე ძველი ხელისუფლების წარმომადგენელიც კი არა ვარ, მაგრამ სიის სათავეში დიდ პატივი დავდეს და მომახვედრეს. კი ბატონო.